წერსელიანი ვარ, ეს გურის მოამბის ვებგვერდია, გადაცემა ფლიპ კამერა. ოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი უკვე მეოთხე წელია საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის, მათ შორის სამართლებრივი და უფლებრივი სახის მონიტორინგებს ატარებს. არის თუ არა დაცული საჯარო სკოლებში ბავშვთა უფლებების კონვენციის 22-მე მუხლში დეკლარირებული საკითხები. ანუ შექმნილია თუ არა სკოლებში რეგულარული ხელშეწყობი პირობების ზამთრის თვეებში, ეს ბოლო პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის მთავარი მიზანი იყო. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი ლევან მჟავანაძე იმ საკითხებზე ისაუბრებს, რაც იმ საკითხებზე, პროცედურებსა და რეფორმის მიერ მიღებულ შედეგებზე ისაუბრებს, რაც ბოლო პერიოდში საჯარო სკოლებში გატარდა. მოგესალმებით ბატონო ლევან, მადლობა მოგზაურობისთვის. ბატონო ლევან, საჯარო სკოლებში დღეს რამდენად ხდება იმ უნარჩვევების გამომუშავება, რაც განათლების სფეროში გატარებული რეფორმის შემდგომი წარმატების საწინდარი უნდა გახდეს. რამდენად მყარ საფუძვლებზეა დამყარებული მიმდინარე ცვლილებები და ის მოდელი, რასახესაც დღეს განათლების სისტემა ატარებს საქართველოში. მოგესალმებით. ყველა თვალყურს ვადევნებთ რა ინტენსივობით მიმდინარეობს ჩვენთან განათლების რეფორმა. ხშირად შეიძლება ვთქვათ, რომ ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს, რომ სიჩქარის გამო კარგი იდეა ხშირად რისკის ქვეშ დგება. აი მაგალითად მინდა მოვიყვანო მაგალითი შარშან, როცა კარტის გამოსდები, ანუ მოსწავლეთა გამოსაშვები გამოსდები იყო, ყველა ფიქრობდა, რომ საკმაოდ რთულ ამოცანას იყო შეჭიდებული განათლების სამინისტრო და მართლაც რისკის ქვეშ იყო. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთქვა, რომ საერთოდ ჯობია, მე მგონი, ყველა ეს პროცესი იყოს დროში გაწერილი და არ უნდა იყოს რაღაც რისკის ქვეშ სხვადასხვა კარგი იდეები, რათა მოხდეს თვითონ განათლების საფუძვლიანი რეფორმა, იმიტომ რომ ბაზისი უნდა იყოს, რაზეც მოხდება დაშენება, ძირითადი, ასე ვთქვათ, ძლავრი ბაზისი უნდა იყოს, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება თუ კი უბრალოდ გადავხედავთ იმ ბოლო ცვლილებებს ზოგადი განათლების კანონში, ვნახავთ, რომ ამ წუთას სკოლები მიდის ცენტრალიზაციისაკენ და ეს ძალიან ცუდი პროცესია, იმიტომ რომ დაწყებული იყო დეცენტრალიზაცია და მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას შეიძლება სამინისტრო საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ეს მაინც მე ვფიქრობ, რომ არ არის ხანგრძლივ დროზე გაწერილი წარმატება, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს პროცესი ცოტა ნელა წასულიყო, მაგრამ უფრო საფუძველი ქონოდა და დეცენტრალიზაცია დაწყებულიყო ნორმალურად სკოლების. აი ბოლო პერიოდში ჩატარებულ მონიტორინგსაც მინდა შევეხო, ანგარიშის მომზადებისას გამოყენებული დოკუმენტაციის ანალიზით, რამდენად დაცული არის ბატონო ლევან დღეს სკოლებში ბავშვთა უფლებები, იგივე სწავლას-სწავლების პროცესის ნორმალური მიმდინარეობიდან და გათხოვის უზრუნველყოფიდან გამომდინარე. სანამ ამ მონიტორინგს შევეხებოდეთ, მე ვიტყვი, რომ ჩვენ გვქონდა იქამდე ორი სამართლებრივი მონიტორინგი, რომელიც გურია აჭარის სკოლებში დავიწყეთ და მაშინ გამოიკვეთა რაღაც პრობლემები, რომელიც სკოლებში არსებობდა და შესაბამისად მოვიდა იდეა, რომ დაგვეწყო ამ ბავშვთა უფლებების მონიტორინგი, იმიტომ რომ ამის, ასე ვთქვათ, საჭიროებები გამოიკვეთა. ამ მონიტორინგის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვატარებდით, მაინც მინდა რამდენიმე სიტყვა მეთოდებზე ვთქვა, იყო ინფორმაციის გამოთხოვა, ფოკუს ჯგუფი, ანკეტირება და ძირითადად გამოთხოვილი იქნა სკოლებიდან ინფორმაცია, თუ რაოდენობის, ასე ვთქვათ, ბავშვი სწავლობს ამ სკოლაში, რა ტიპის გათხოვება, რამდენია წლიური ბიუჯეტი ამ გათხოვებაზე დახარჯული. შესწავლილი იქნა 25 სკოლა, როგორც ქალაქიც, ასევე სოფლის სკოლა. გამოიკვეთა, რომ ფაქტობრივად არათანაბარ პირობებშია სკოლები, ძირითადად ორი ტიპის სკოლებია, არის სკოლები, სადაც გათხოვება არის, ასე ვთქვათ, ბუნებრივი აირზე, არის სკოლები, სადაც გათხოვება არის შეშის ღუმლებით. და აი ამ 9 სკოლიდან, რომელიც ჩვენ ყველა ქალაქის სკოლა ავიღეთ, სამივე მუნიციპალიტეტის, მხოლოდ 5 ქალაქის სკოლაშია ბუნებრივ აირზე გათხოვება და ერთ სოფლის სკოლაშია. დანარჩენი სკოლები მაინც ჯერჯერობით აი ამ შეშის ღუმელებზეა, ასე ვთქვათ, გათხოვება მათთან. და აი ამ ხარჯებში, რომელიც ერთ დღეზე გათვლილი, თუ შეიძლება ასე ავიღოთ, ჩვენ ავიღეთ 91 ზამთრის დღე, იმიტომ ავიღეთ 15
ნოემბრიდან 15 აპრილამდე ეს გათხოვების სეზონი და გამოვაკელით შესაბამისად დასვენების დღეები და შაბათ-კვირები. აღმოჩნდა რომ ამ 91 დღეზე ძალიან უმნიშვნელო ხარჯებია და განსხვავება ამ უმნიშვნელო ხარჯებშიც ძალიან მკვეთრია სხვადასხვა სკოლებს შორის. ბატონო, ისეხება იმ სკოლებს, რომლებიც მხოლოდ ბუნებრივი აირი თბება თუ უბრალოდ სხვადასხვა გათხოვების აი მაგალითად არის 38 თეთრი იხარჯება დღეში, სადაც ბუნებრივ აირზეა გათხოვება. 4 თეთრი იხარჯება, სადაც შეშის ღუმელია. მაგრამ თვითონ შეშის ღუმელის გათხოვების დროსაც იყო განსხვავება, იყო მაგალითად 4 თეთრი და 28 თეთრი. აი როცა ეს განსხვავება ვნახეთ, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შესაძლებელია თქვა მოსავლის რაოდენობით, არამედ ვთქვათ, შენობის ფართით არის, ასე ვთქვათ, აღებული პროპორცია, ასეც დავთვალეთ და ასეც ძალიან დიდი განსხვავება მივიღეთ. ამის შემდეგ ავდექით და უკვე დავთვალეთ საკლასო ოთახების რაოდენობის მიხედვით და აქაც იყო განსხვავება. და ამან გაგვაკეთებინა ერთ-ერთი დასკვნა, რომ შესაბამისად აი ბავშვები არათანაბარ ბაზისურ პირობებში იმყოფებიან სკოლებში, იმიტომ რომ რაღაც სისტემური მიდგომა სკოლის გათხოვების მხრივ არ არსებობს. ანუ თქვენ თვითონ რომ განათლების სამინისტრო უნდა გადახედოს სკოლებში დაფინანსების საკითხსაც. მე ვფიქრობ, რომ გამახვილოს უნდა ამ მხრივ ყურადღება, იმიტომ რომ უბრალოდ როცა ეს საკითხი დადგა და როცა ესეთი კვეთრი განსხვავება მივიღეთ, ჩვენ შევეცადეთ მოგვეძებნა არსებობს თუ არა რაღაც სპეციალური ფორმულებელი, რომლის საშუალებითაც შეიძლება გამოვთვალოთ, თქვათ, აი ამ ტიპის შენობას ამდენი სჭირდება, თქვათ, გათხოვების სეზონის განმავლობაში. არსებობს ასეთი ფორმულები. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა, თქვათ, რა სისტემური მიდგომა იყოს შემუშავებული და მოხდეს გადაანგალიშება რეალურად არსებული სიტუაციის მიხედვით და შეიქმნას ბაზისური პირობა, რათა სწავლება იყოს ნორმალურ ვითარებაში, იმიტომ რომ დილის კითხვაზე ვთქვათ შესაძლებელია თუ არა ქურთუკებით დილის პირველ გაკვეთილზე ყოფნა 38%-მა დაახლოებით აღნიშნა რომ ქურთუკებით ხედან. ნუ შესაბამისად როცა ქურთუკით არის ვთქვათ ბავშვი მასწავლებელი, მე მგონი არასრულფასოვანია სასწავლო პროცესი და გარდა ამისა ფოკუს ჯგუფზე გამოიკვეთა სხვა პრობლემები, ღუმელს მომსახურება სჭირდება, ხო, აი თქვა შეში შეკეთება და ასე შემდეგ, ამას ყველას ზვირფასი წუთები მიაქვს, რომელიც ბავშვის სწავლისთვისაა გამოყოფილი. ანუ შეფერხებას იწვევს. რა თქმა უნდა, შეფერხებას იწვევს. აი სკოლებში არის აქტიური რგოლები, გულისხმობს სამეურვეო საბჭოები, მოსწავლეთა თვითმმართველობა, არის მშობელთა კომიტეტები, ფლორცდები. აი ესენი რამდენად აქტიურად არიან ჩართული ამ პრობლემაში თუ უბრალოდ ამას არც აფიქსირებენ? ახლა რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, ზუსტად პროცენტი არ მახსოვს, მაგრამ უმრავლესობამ აღნიშნა გამოკითხულთა ჩვენ 438 ადამიანი გამოკითხეთ, რომ საკმაოდ ნორმალური პირობებია სკოლებში და ეს შემდეგ ჩვენ ფოკუს ჯგუფზე ჩავეძიეთ თუ რატომ იყო ეს პროცენტი ასეთი მაღალი. აღმოჩნდა რომ მშობლები თვლიან რომ გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო რამდენიმე წლის წინ და შესაბამისად ანუ პროგრესი აშკარაა და აქედან გამომდინარე თვლიან რომ მათ გარეშეც მოგვარდება. არადა ეს შეცდომაა ფაქტობრივად. არადა შეცდომაა, იმიტომ რომ თუ კი თვითონ მშობელი არ იქნა აქტიური და ყველაზე პასიური რგოლი ამ შემთხვევაში მშობელი აღმოჩნდა ისე პრობლემის მოგვარება შეიძლება რაღაც დარჩეს იმ სტატუს-კვოს პირობებში, რაც აეხლა და არ გამვითარდეს. აქედან გამომდინარე აუცილებელია მშობლის გააქტიურება. ეს სამეურვეო საბჭოები სამწუხაროდ მაინც ვერ გახდნენ ის რგოლები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს რეალური დეცენტრალიზაცია, იმიტომ რომ წეღანაც ვქვი დასაწყისში, რომ აი ბოლო პერიოდში რაც კი ცვლილებები ხდება, პირიქით ცენტრალიზაციისკენ მიდის და ეს არ ამგონი რაღაც ქსელვადიან პერსპექტივაში თუ შევხედავთ, იყოს წარმატების მომტანი. და ბატონო ძალიან აქტუალურად აქტიური ხდება
გვხვდება ბოლო პერიოდში საზოგადოებაში, როგორც სასაუბრო თემა სკოლების პოლიტიზირება. და თუ ეს რეალურად მართლა ასე აისახა სკოლებზე, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის იდეები სწორად აღარ იქნება რეალიზებული და ბავშვებს შეეზღუდება უფლება მიიღოს უყოფილი განათლება. რა თქმა უნდა, ეს ამას ნიშნავს, იმიტომ რომ თვითონ ზოგადი განათლების კანონშიც ხაზგასმითაა, რომ სკოლა უნდა იყოს აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული, არ უნდა იყოს პოლიტიკა სკოლაში. მაგრამ თუ შევხედავთ ახლა და თუ კი ჩვენ ინდივიდებზე დავალთ, თითოეული მასწავლებელი არის სრულუფლებიანი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ესა თუ ის პოლიტიკური, ვთქვათ, შეხედულება გააჩნდეს. თავარია მან არ მოახვიოს ბავშვებს ეს პოლიტიკური შეხედულება და სამწუხაროდ ამის მაგალითები ხშირადაა როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც და მე ვფიქრობ, რომ ესაა მცდარი. თუ კი ჩვენ შევხედავთ, მცდარი კი არა უბრალოდ დანაშაული, თუ კი ჩვენ შევხედავთ და გადავხედავთ, ანალიზს გავაკეთებთ ბოლო პრესის და ეს ინტერნეტის საშუალებით უბრალოდ აი Google-ში ავკრებთ თქვათ სკოლები და აი ბოლო პოლიტიზაციას, ნახავთ რომ უამრავი თქვათ მაგალითი, უამრავი სტატია მოვა, რომელიც აი ბოლო პერიოდში აი სკოლების პოლიტიზაციის საკითხს შეეხება და სამწუხაროდ ეს არ ამგონი კარგი იყოს და ამას სჭირდება მართლაც რაღაცნაირი დაფიქრება და არ უნდა იყოს სკოლა პოლიტიკის საგანი. აი მინდა შევეხო აი უფლებების თემასაც. ძალიან ხშირად საუბრობენ პედაგოგები იმაზე, რომ ბავშვების უფლებები გაიზარდა მათი უფლებების შეზღუდვის ფონზე. აი ასეთ შემთხვევაში ხო არ მოდის კონფლიქტში ერთმანეთად პასუხისმგებლობა, ვალდებულება და გაზრდილი უფლება. ანუ რა შეუთავსებლობასთან შეიძლება ამ შემთხვევაში? მოდი დავსვათ კითხვა პირიქით, ვინ უნდა აუხსნას ბავშვს ის პასუხისმგებლობები, რაც მას გააჩნია, ისე პედაგოგმა. და მინდა გითხრათ, რომ ყველა სკოლაში უნდა არსებობდეს და ეს არსებობს შინაგანი წესები, მაგრამ შინაგანი წესი უნდა იყოს ქმედითი დოკუმენტი და არ უნდა იყოს ასე ვთქვათ თაროზე შემოდებული რაც აუცილებელია ამ შინაგანი წესში იყოს გაწერილი ის პასუხისმგებლობები, ის ვალდებულებები, რაც მოსწავლეს გააჩნია და შესაბამისად თუ კი თქვათ მოსწავლე მხოლოდ თავის უფლებებს მოითხოვს და არ ასრულებს იმ ვალდებულებას, შესაბამისი შინაგანი წესში გაწერილი რეაგირება მოყვეს. ანუ მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს მაინც პედაგოგებმა უნდა გააკეთოს თვითონ და მათი, ასე ვთქვათ, პრეროგატივაა იურიდიულად. ესეც ერთგვარი საგანმანათლებლოა. რა თქმა უნდა, ეს საგანმანათლებლოა, იმიტომ რომ ეს შინაგანი წესი არის ფაქტურად სკოლის კონსტიტუცია. და ამ სკოლის კონსტიტუციის მიხედვით თითოეული სუბიექტის, როგორც მოსწავლის, მასწავლებლის უფლებები უნდა იყოს დაცული და უფლებების გარდა ეს ვალდებულებები უნდა იყოს შესრულებული, რაც შინაგანი წესშია გაწერილი. და ბატონო ლევან, აი ამ ყველაფრის საფუძველზე თქვენ უკვე მეოთხე წელია ატარებთ სკოლაში სხვადასხვა სახის მონიტორინგს, ეს დასაწყისშივე აღნიშნე. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა დღეს რასაც ხედავთ, რა შედეგიც გვაქვს, რა მოდელიც გვაქვს, სისტემის როგორი განვითარება გვაქვს, არის თუ არა პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის სფერო განათლება? საინტერესო შეკითხვაა, როცა ჩვენ აი ამ მონიტორინგს ვაკეთებთ, გაფრობის სისტემის შევეცადეთ, მოგვეძებია ინფორმაციები სხვადასხვა ქვეყნებში, თუ როგორა სკოლის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლების ბიუჯეტირება და აღმოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია, თუ კი ავიღებთ კლიანში და პროდუქტთან პროცენტულ მიმართებაში დაახლოებით 2%-ამდეა ჩვენთან ზოგადი განათლების დაფინანსება, როცა მაგალითად იგივე ვთქვათ ბულგარეთი ავიღოთ, ვთქვათ 5%-ია, იგივე უკრაინა ავიღოთ 4%-ამდეა და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, რომ სამწუხაროდ განათლების სისტემა არ არის ის მიუხედავად დეკლარირებულია, რომ ეს ერთ-ერთი ასე ვთქვათ პრიორიტეტი, ჩანს, რომ დაფინანსების მიხედვით ზოგადი განათლებაზე ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს არა პრიორიტეტი ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან საინტერესო საუბრისთვის. მე კი ჩემს მაყურებელსა და მკითხველს შევახსენებ, რომ ჩვენ მომავალ ხუთშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს, კარგად გრძანდებოდეთ, ნახვამდის. კარგად გრძანდებოდეთ.